კონფუცის აქვს ესეთი გამოთქმა, თუ გინდა მტერი დაამარცხო, მისი სიმბოლოები უნდა მიითვისო. ზოგადად სიმბოლოებთან მიმართებაში არის ორი მიმართება, ერთი არის ან მტრის მოწინააღმდეგე სიმბოლოს ანადგურებ, ან მას შინაარს უცვლი. ჩვენ როდესაც საუბრობთ 9 აპრილზე და არა მარტო 9 აპრილზე, ლიბერალების თავარი мотиваცია იყო ის, რომ ჩვენი ნაციონალური იდეა, ჩვენი ნაციონალური სიმბოლიკები მიითვისებინათ, შეექმნათ რაღაც ახალი ნაციონალური რაღაც სიმბოლიკები და მოხდარიყო მაგ ნაციონალური სიმბოლიკის გავსება ლიბერალური რაღაცა დოგმებით. და ამაში ეხლაც მიმდინარეობს საგამოძიებო კომისია და რამოდენიმე დღის წინ ითქვა სწორედ გიული ალასანიაზე და უნივერსიტეტის საკითხზე, ხო? როგორ გადასცეს უნივერსიტეტის რამოდენიმე კორპუსი, საუბარი იყო GPI-ის კორპუსებზე, როგორ გადასცეს ალასანიას, როგორ მოხდა ის, რომ შეიქმნა მთელი რიგი ინსტიტუტები და ნახეთ, ავიღოთ რამოდენიმე სიმბოლო. პირველი სიმბოლო ეს არის ამ ინსტიტუტებში იქნება პირველი სიმბოლო, ეს ილია ჭავჭავაძის სიმბოლო, აბსოლუტურად მითვისებულია. ილია ჭავჭავაძე გამოყვანილია, რა ვიცი, ულტრალიბერალად, რაღაც ისეთ პიროვნებად, რომელიც მათ წინ მიუძღვით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ აბსოლუტურად ესეთი 90-იანი წლების, 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ასევე მითვისებული აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩემი წარმოდგენით რო ავიღოთ კოსტავა და გამსახურდია და მათი ნაწერები რო ავიღოთ, აშკარად არ ემთხვევა იმ ლიბერალურ წარმოდგენებს და ნაწერებს და ბილად რო ვთქვათ, არ ემთხვევა აბსოლუტურად, რომ მაგრამ მათ მიითვისეს ეს, ისინი მიითვისეს. და დაიწყეს ისტორიის, საქართველოს უახლესი ისტორიის აბსოლუტურად გადაწერა. ეგაც სიმბოლური მითვისება, იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანისთვის, ჩვენთვის თუ სამი რამე იყო, სამი ესეთი რამე იყო, ერთი იყო სახარება, ქართლის ცხოვრება და ვეფხისტყაოსანი ლიტერატურა, ისტორია და რელიგია, ხო? ესე ავიღოთ, ხო? ანუ ყველა მიმართულებით თვითონ შექმნეს რაღაცა ალტერნატიული რაღაც სიმბოლოები. და ცდილობა ქონდათ რომ შეექმნათ, სადღაც ეს მოახერხეს, სადღაც ვერ მოახერხეს რელიგიაში იმის მიუხედავად რომ რა ვიცი უკრაინაში გამოვიდა ის მიუხედავად რომ ცდილობდნენ რაღაც შობის რაღაც თავის თარიღების მორგებას და მეორე აი ის ისტორია უკვე ისტორიის გადაწერის ცდილობა უკვე წარმატებით მიაღწიეს მით უმეტეს სააკაშვილის დროს ამის ინსტიტუციალიზაცია მოხდა. და ჩემთვის სამწუხაროდ აი მთავარი ესეთი მომენტი არის ის, რომ 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა ეს რაღაცა სიმბოლოების გადაწერა. და იმისთვის რომ ჩვენ რაღაცნაირად ესე ვთქვათ ეს სიყალბე რაღაცნაირად გავარჩიოთ, საჭირო ამაზე საჯაროდ საუბარი, საჯარო სტატიების დაწერა, საჯაროდ განხილვა, რადგან აი მაინც აქამდე არ ექცეოდა დიდი ყურადღება, ეგეცაც ვაღიაროთ, არ ექცეოდა დიდი ყურადღება, ცდილობდით რომ ეს უბრალოდ რაღაცა მათი ახირების დონეზე ყოფილიყო, მაგრამ ეხლა უკვე როდესაც რესურსი გაჩნდა, სუვერენიტეტი, სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში, რომ საკუთარი ის სიმბოლოები ქონდეს და არ მიცეს ეს ამძალებს და მეორე საკუთარი წარმოდგენა ქონდეს ისტორიაზე, მათ შორის უახლეს ისტორიაზე. სწორედ ამას უკავშირდება ის საგამოძიებო კომისიაც, იმიტომ რომ ეს კომისია უახლეს ისტორიას იძიებს, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ესეთი განხილვები უნდა გახდეს უფრო ფართები, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება 2003 წლისგან განხილვა მოვლენებს, არამედ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობის და თუნდაც დამოუკიდებლობამდე პერიოდის განხილვა, ესეც საჯარო, იმიტომ რომ ბევრი არა კომისიის ფარგლებში მე მგონი, რომ იყოს ეს საჯარო, მაგრამ გარდაცვლილია ძალიან ბევრი